სამყაროს არასრულყოფილად შექმნის მიზანიც იმ უხილავი ერთისგან, რომელიც ჩვენ არ ვიცით თავისთავად ვინ არის, მაგრამ ჩვენ ვიცით მასზე ვიღაცები და რაღაცეები, რა თქმა უნდა, და სწორედ ეს შექმნა მატერიალური სამყარო, მაგრამ რომ იმ უხილავზე, რომელსაც ვერ ვწდები, მისაწვდომი ყოფილიყო მატერიალური საშუალებებით. ანუ მაშინ რა გამოდის, როცა აი მაგალითად პატარა ბავშვი გვიდა მათემატიკა ვასწავლოთ. მათემატიკა ხომ ეს ცნებებია, რომ ერთი, აბა რო უთხრა ბავშვს, მაჩვენე რას გეტყვით, ერთია, როგორ გაჩვენებთ ერთს? ერთი მცნება, ბავშვმა არის მცნება ერთი რა არის. ამიტომ ჩვენ ვამბობთ ერთი ჭიქა. ჭიქა ვაჩვენეთ ბავშვს, მე ვამბობთ მეორე ჭიქა, ან ერთი ვაშლი, მეორე ვაშლი და შესაბამისად ეს ფაქტურად თვალსაჩინოებები და სიმკვრივეები, რომელიც მატერიალიზირებული ის ერთია. ჩვენთვის მისაწვდომი, რომ ჩვენ რაღაცა ვიცოდეთ მასზე, ეს საშუალებებია და თავის დროზე, როცა ის მიზანს მიაღწევთ, გავწვქნით ყველაფერს, გადადენება ეს სიმკვრივიდან ისევ ლღობად მდგომარეობაში გადავართ კვანტურ მდგომარეობაში